ძალიან მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდული ცენტრი ახალ ციხის ახალგაზრდული ცენტრი ძალიან აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პროგრამებში და როგორც ვიცით, დაახლოებით ერთი თვის უკვე მქონდა შეხვედრა ახალგაზრდული ცენტრიდან იყვნენ წარმომადგენლები და თვითმმართველობის წარმომადგენლებიც აგრეთვე ახალქალაქის და ნინოწმინდის, ვიცი რომ ხორციელდება პროგრამა ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენთან და ახალ ციხეში როგორც ვიცით, ახალქალაქში ხორციელდებოდა ინტეგრაციის, მე მგონი ინტეგრაცია როგორც მოხდეს ინტეგრაცია ახალგაზრდობის იმაში ქალაქის და უბრალოდ სომხურ ქართული ბავშვების ინტეგრაცია გამოხსენა და როგორც ვიცი უკვე ერთი თვეა რაც მუშაობენ ამ პროგრამებზე ბავშვები და ჩვენის მხრივ თვითმმართველობის მხრიდან შეძლებს დაგვარად მაქსიმალურად ვეცდებით დავეხმაროთ ამ ბავშვებს, იმიტომ რომ ვიცით რომ რასაც აკეთებენ ჩვენი ბავშვები ეხლა ამ პროგრამის ფარგლებში ძალიან მისასალმებელია და ჩვენც აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას როგორც პროგრამის ფარგლებში, აგრეთვე ჩვენს თვითმმართველობის მხრიდან აქტიურად ვართ ჩართული ამ საკითხში. როგორ უნდა ითანამშრომლოს სკოლებმა ადგილობრივ თვითმმართველობასთან კერძოდ კულტურისა და სპორტის სამსახურში? რა თქმა უნდა, ახალგაზრდებს უფრო კარგი იდეები მოდით და სასურველია რომ ეს იდეები არამედ ფურცელზე არ დაიწეროს, არამედ მოვიდნენ, მოგვახსენონ თავიანთი იდეები, პროექტები და კიდევ და კიდევ ვამბობთ ჩვენ ყველანაირად ვეცდებით ამოგვიგებთ ხარში ამ ბავშვებს, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი მომავალი და ძალიან კარგი იქნებოდა თუ სხვა მუნიციპალიტეტებშიც კიდევ მე ვიცი რომ ჯერჯერობით ეს ხორციელდება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, არ ვიცი როგორი სიტუაცია არის მთლიანად საქართველოში, ვიმედოვნებ რომ იქაც იგივე იქნება, მაგრამ კონკრეტულად ვიცი რომ ჩვენთან ძალიან აქტიურად მონაწილეობენ, ფორუმებს ატარებენ ძალიან ხშირად, პროექტებით მოდიან ბავშვები, როგორც ვიცით 12 სკოლაა ჩართული და სასურველია მომავალშიც უფრო მეტი გამრავლდეს არამედ ალგებრიული, არამედ გეომეტრიული პროგრესია 12 და 25. რასაც ჭირდით ახალგაზრდებს, რომლებიც არიან ჩართული? ახალგაზრდებს პირველი სკოლისა ვრჩევდი ჯერჯერობით ჯანსაღ-ცხოვრების წესს მიყვენ, იმიტომ რომ ჯანსაღ-ტანში ჯანსაღი სული არის იზრდება, ეგ მართალია გამონათქვამი და მეორედ კიდევ ვიტყვი იმას, რომ მიუხედავად იმისა ჩვენს ინტერნაციონალურ რაიონში, მე ჩვენს რაიონს გულისხმობ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს, მიუხედავად ეს რელიგიოზი კონფესიის თუ რაღაცა სხვა შეხედულებებიდან გამო, ჩვენთან ახალგაზრდები არიან ძალიან ინტეგრირებულები ერთმანეთში. რუსები, სომხები, ქართველები, არა აქვს მნიშვნელობა, ძალიან კარგად იზრდებიან ჩვენი ბავშვები ჩვენს რაიონში და უსურვებ ესე მჭიდროდ ყოფილიყვნენ ბოლომდე და ჯანმრთელი ყოფილიყვნენ და რაღაც ურთიერთობა ჰქონდეთ, არამედ განვითარება ჰქონდეთ როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე საერთო მასშტაბით. პროგრამას ურჩევდით უფრო მე არ ვიცი ხა ზუსტად შემდგომში რა აქვთ დაგეგმილი ახალგაზრდულ ცენტრს, მაგრამ ვიცი რომ ძალიან აქტუალური პრობლემები იქნება ჩართული თავიანთ დღის წესრიგში და ვიცი რომ რასაც გააკეთებს ახალგაზრდული ცენტრი და მასში ნებისმიერი პროგრამა რაც იქნება, ნებისმიერი პროგრამები სადაც იქნებიან ჩართულები, მე მგონი ჩვენს ქვეყნის, ჩვენს რეგიონის საკეთილდღეოდ იქნება გაკეთებული. მე აღარ შემიძლია